მაინტერესებს ძალიან დღევანდელი თემა, ვისაუბრებ ფსიქოლოგთან, ძალიან ნიჭიერ ფსიქოლოგთან, რომელიც ამ თემაზე უფრო მეც გვესაუბრება და საერთოდ ზოგადად იცით თუ არა თქვენ რომ ფსიქოლოგიაში ხშირად განიხილება პირველი შვილის სინდრომი და ზოგადად დაბადების რიგის გავლენა პიროვნების ფორმირებაზე. ეს თემა ეხება კითხვას, რამდენად მოქმედებს ოჯახში მერამდენედ დაბადებულობა ადამიანის ხასიათზე. ქცევაზე და თვითშეფასებაზე. პირველი შვილი იზრდება მოცემულობაში, როდესაც მშობლებისათვის ეს გამოცდილება სრულიად ახალია. ამიტომ ისინი ხშირად უფრო ფრთხილები, მომთხოვნები და წესებზე ორიენტირებულები არიან. რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სიმართლეს და არსებობს თუ არა რეალურად პირველი შვილის სინდრომი. ამ თემაზე უკვე ჩვენს სტუმარ ფსიქოლოგ ბარბარე ჭკუასელთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც შემოგვიერთდება ახლა სტუდიაში. ასე სერიოზულად არა, კაცო, საქართველოს ისტორიაში პირველ შვილზე არის. იქნება როდესაც მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში და მოდით დავიწყოთ საუბარი ჩვენთვის ძალიან საინტერესო თემაზე, ხომ ესეა? რამდენად შეესაბამება რეალობას მოსაზრება, რომ არსებობს პირველი შვილის სინდრომი? გითხარით. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. არსებობს არა მხოლოდ პირველი შვილის სინდრომი, არამედ ბოლო შვილის ეფექტი და შუა შვილის დაჩაგრულობის ამბავი. ასე რომ გავშალოთ ვისაუბროთ, რა ვიცი, ჩემი აზრით, ბევრი განსხვავებული მიდგომა არსებობს ამასთან დაკავშირებით. მე უფრო განვიხილავ ხოლმე ჩემს პრაქტიკულ ნაწილში რელაციურ ეფექტს, ანუ ურთიერთობრივ საკითხს, თუმცა არსებობს ასე ბევრი ევოლუციური თეორიაც ამასთან დაკავშირებით და შევგვიძლია ვიმსჯელოთ. კი, რა ქმნის, გავიგეთ, ჯერ პირველი დაიბადა, მერე მეორე, მერე მესამე, მაგრამ აი ურთიერთობებში ამ სტერეოტიპებს რა ქმნის? და მაინტერესებს დაბადების რიგის აი ეს მოვლენა თუ ქმნის გარკვეულ ეფექტს და გავლენას პიროვნების ფორმირებაზე. ეს იქნება ძალიან საინტერესო. ნახეთ, არა მხოლოდ ეს, არამედ ბევრი სხვა დეტალი არის, რომელიც პიროვნების ფორმირებაზე გავლენას ახდენს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს განვიხილოთ, ხო? აი წარმოიდგინეთ ოჯახი, რომელიც ელოდება პირველ შვილს. ეს არის პირველი ეფექტი, ყველაფერი პირველი ხო ჩვენთვის ძალიან განსაკუთრებული, პირველი სიყვარული, პირველი ამ შემდეგ და ასე ვთქვათ, პირველი შვილი, რომელსაც აქვს აი ეს გავლენა, რომ შეცვალოს სისტემა სრულიად, იმიტომ რომ ერთით მეტი ადამიანი შემოდის ამ ადამიანების ცხოვრებაში. ამ მშობლებს მე ძალიან ხშირად ვეკითხები ხოლმე, რომ აი ვის ხედავთ, როცა თქვენ შვილს უყურებთ, ხო? აქვთ რაღაც მოლოდინები, რაღაც წარმოდგენები ამ ყველაფერთან დაკავშირებით და აი ამით ფორმირდება ხოლმე პირველი შვილის ეფექტი. ანუ ერთი მხრივ მშობლის მხრიდან დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ მე რა წარმომიდგენია როგორც მშობელს და მეორე მხრივ ბავშვს როგორ შეუძლია რომ ესე ვთქვათ აი ეს ყველაფერი მოირგოს საკუთარ თავზე. სხვათა შორის კიდევ მეორე თეორია არსებობს, ეს ცოტა უცნაური და ძალიან საინტერესო ჩემთვის, რომელიც მეორე პერსპექტივას განიხილავს. ანუ ბავშვი რომელიც იბადება რაღაც სისტემაში, და ჩვენ როცა ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობთ, მთლიანად სისტემასთან მუშაობთ ხოლმე როგორც წესი. ნახეთ, არის ეგეთი ამბავი, რომ რა ნიშა არსებობს ამ სისტემაში, ეს ვთქვათ, ცარიელი, ხო? მაგალითად, კარგი ბავშვის ნიშა, რაღაც წარმატებულის, ბობოქარის თუ ასე შემდეგ და ითი აი რომ პირველი ბავშვი რო იბადება, მას ძალიან ბევრი თავისუფალი ნიშები აქვს. ანუ რასაც უნდა იმას ამოერჩევს, იმის შესაბამისად თუ რა მოლოდინები აქვს მის მიმართ, ასევე. და როცა მეორე ბავშვი იბადება, რეალურად ერთით ნაკლები ნიშა არის, ხო? ანუ მას არჩევანის თავისუფლება მთლად ისეთი ბედნიერი არ აქვს, როგორც პირველს. და რამდენად სწორია მოსაზრება ბარბარე, რომ პირველი შვილი უფრო პასუხისმგებლიანი და ორგანიზებულია. კი, ნახეთ, ზუსტად ამას თუ ჩავშლით ახლა რასაც საუბრობდით და მიუბრუნდებით იმას, რომ მოლოდინები პირველი, ესე ვთქვათ, მოვლენის მიმართ უფრო მეტი გვაქვს, ბუნებრივად ეგრე გამოდის, ხო? ანუ რეალურად აი ამ თეორიაში რომელშიც განიხილება ისევ ნიშების ამბავს თუ დაუბრუნდებით რომ მეორეს ერთით ნაკლები ადგილი აქვს და მესამეს კიდევ ერთით ნაკლები არჩევანი აქვს, ხო? რით ვიმკვიდრებთ ადგილს ჩვენ აი ამ სივრცეში, აი ამ სისტემაში, ხო? პირველი ბავშვი როგორც წესი, წარმატებულობით, პასუხისმგებლობით აი ამ მიდგომით იმკვიდრებს ხოლმე ადგილს. თავიდანვე მოლოდინი არის ძალიან მაღალი. თავიდანვე, ნახეთ, შემდგომ სიბლინგებისთვის ის უფროსი შვილი არის, ხო? ან ძალიან ხშირად მშობლების გამოცდილება ახდენს ფორმირებაზე პირველი შვილის.
ო, რა თქმა უნდა, ამაზე შეგვიძლია ერთი თვე გადამულად ვილაპარაკოთ. ნებისმიერი მშობელი, როგორიც არ უნდა იყოს, ის გავლენას ახდენს შვილს. არა მხოლოდ ნახეთ, კიდე ერთ დეტალს განვიხილავ და ვიცი რომ დავხტივართ ემიდან თემაზე, იმიტომ რომ ცოტა დრო გვაქვს და ბევრი გვინდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ნახეთ, მშობლის რიგითობაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემი პრაქტიკული გამოცდილების მშობელი, რომელიც შვილია თავის სისტემაში. აჰა, მშობელი როგორ აღზარდა თავის მშობელმა თავის მეორე სისტემაში. შვილი და თქვა ნინო თუ არის პირველი შვილი. ნახეთ, პატარა მაგალითს გეტყვით. წარმოიდგინეთ მშობელი, რომელიც არის პირველი შვილი თავის სისტემაში, მთელი თავის პასუხისმგებლობებით და შლეიფით, მას ყავს რამოდენიმე შვილი და პირველი შვილობიდან მას ბევრი მოთხოვნა აქვს თავისი შვილების მიმართ, იმიტომ რომ მას ეს გამოცდილება აქვს. გავლენას რას ახდენს პირველ შვილის ფორმირებაზე გამოცდილება? მშობლისა უფრო დაგვიკონკრეტოთ შეგიძლიათ? ყველანაირ გავლენას ახდენს მშობლის გაცნობიერება, მზაობა და არა მხოლოდ ეს, არამედ ის, ესე ვთქვათ, მიჩუმათებული ყრუ ადგილები ბლაინდ სპოტებს ვეძახით, ხო? ანუ რაღაც ხო არის მანქანა, რაღაც მართავთ მანქანაზე, რაღაც ადგილი, რომელსაც კარგად ვერ ხედავთ. ყველა მშობელს აქვს ეგეთი ადგილი. იმასთან მიმართებით რა გამოცდილება ქონდა მას როგორც შვილს. ძალიან ხშირად ვერ ვაცნობიერებთ ხოლმე რომ ბევრ რაღაცას უბრალოდ შაბლონივით გადმოგვაქვს ჩვენ მშობლობის ეპიზოდში, იქედან რა სისტემიდანაც მოვდივართ ჩვენ თვითონ. ერთი მაგალითი მე და საქართველოს ისტორიიდან მოვიყვანო და გითხარით ეს რეალობაში როგორ ხდება. დავით თაღმაშენებას ყავდა ეგრეთ წოდებული უპირველესი შვილი დემეტრე, რომელიც საქართველოს მეფე გახდა და უმცროსი შვილი ნაბოლარა, აი ეს ნაბოლარა ძალიან საყვარელია ხოლმე, იმიტომ რომ მაგალითად დავით თაღმაშენებელი ამ ქვეყანაზე ცხოვრება აღარ უნდოდაო, გიორგი ჭყინდიძელის სიკვდილის შემდეგ და ნაბოლარა მოაბრუნა ამ ქვეყნად. მაგრამ მერე უფროსმა შვილმა ეს ნაბოლარა დაჩაგრა საქართველოს ისტორიაში ძალიან მძიმედ. გავიგე მშობლები. ეხლა რა ხდება შვილებს შორის? როცა მე პირველი ვარ, შენ ხარ ნაბოლარა. აი ჩვენ შორის ურთიერთობა როგორ არის და მშობელი როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს. როგორ უნდა დააბალანსოს. ხო, მშობლის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ყველა ამ თეორიას, რომელიც ჩამოთვალე და კი ბევრი არის კიდე, ხო? ესე ვთქვათ, აკეთილშობილებს. რა თვალსაზრისით? როცა მე ვარ მშობელი და ვაცნობიერებ, რომ განსაკუთრებული მოლოდინები მაქვს ჩვენ პირველი შვილის მიმართ, იმიტომ რომ პირველია. სადღაც მეჩაგრება მეორე, იმიტომ რომ მეორეა და სადღაც ესე ვთქვათ, აფეთქებული და ბობოქარი მესამე მყავს და იმიტომ რომ ნაბოლარაა და მეც სხვა ასაკი მაქვს, ცოტა სხვანაირად მიდით, ჩემი გაცნობიერება ამ ყველაფერსაც ააკეთილშობილებს. ანუ რეალურად ყველა ის თეორია, რომელიც არის, დგას გაუცნობიერებლობის ეფექტზე. ანუ სადღაც ყველაფერი რო თავისით ბუნებრივად მიდის. როცა მე როგორც მშობელი ვაცნობიერებ, გაცილებით უფრო სხვა ეფექტის მოხდენა შემიძლია ამ ყველაფერზე. ასეთ დროს არა აქვს მნიშვნელობა, აი ნახეთ, მესმის მშობლისთვის შვილისადმი სიყვარული უპირობოა, ხომ? გამჩენია, გააჩინა და 3 თუ 4. კარგია თუ უპირობოა. ხო, წესით ნუ უპირობოა, ხო, მაგრამ როდესაც მშობელს ეკითხებიან, აი ამ 3 შვილიდან ცოტა პირობიანი მგონია. 3 შვილიდან 3-ვე უპირობობის გამო უყვარს რომ მისი შვილია თუ რაღაცის გამო აქვს ანუ რამდენად ობიექტურია რომ ამბობ მშობელი რომ 3-ვე ერთნაირად მიყვარს. არა, ნახეთ რასაც მივდივართ, ნახეთ შაბლონი ამბავი ატყდება ეხლა ეს ნახო. არა, საინტერესო თემაა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მშობლის სიყვარული იყოს უპირობო. მაგრამ რეალურად ეს სამუშაო საკითხია, ეს არ არის ბუნებრივი მოცემულობა. არ არის ეს. მშობელი გეტყვით რომ ის არის უპირობო, მაგრამ იქ იმდენი პატარა დეტალი, რომელიც მის მიერაც გაუცნობიერებელია. რომ გამოდის რომ კარგია, თუ ეს სიყვარული არის უპირობო. ხო. მაგრამ შეიძლება მშობლის სიყვარული სხვაგვარი იყოს და არა უპირობო. პირობიანი შენ თუ პირობიანი იყოს, საიდან მოდის ეს პირობიანობა? გაცნობიერებულად არა, მაგრამ ძალიან ბევრი მშობელი მისი სიყვარულით მიბმულია ბავშვის წარმატებულობასთან. გასაგები. მაგალითად ვერ აღიარებს ისე კარგად იმ შვილს, რომელიც არ არის წარმატებული, რომელმაც ის თავისი ადგილი იმ არაწარმატებულობით აიმკვიდრა, მოდით ვთქვათ. მაგრამ მისთვის აი ეს შეიძლება იყოს, ეს ვთქვათ, აი მოდით ეს მაშინ უფრო დავაკონკრეტოთ. თუ 3 შვილიდან ერთი ყველა მნიშვნელობა არ აქვს რიგითობას. თუ 3 შვილიდან ერთი ყველაზე უფრო წარმატებულია, თუ შვილებზე ეკითხებიან დედა ხას უფრო ამ წარმატებულ შვილს გაუსმევს? თუ მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია აუცილებლად. მაგრამ შეიძლება მისთვის საერთოდ სხვა რაღაც იყოს მნიშვნელოვანი. მაგრამ უფრო ალბათ გული შესტკივა მშობელს იმ შვილზე, რომელიც ვთქვათ არ არის აი ამ სამეულში, 3 შვილი თუ ყავს. წარმატებული ხო? მე ესე მგონია, ვთქვათ, ერთი რო იყოს წარმატებული და კი ბატონო და მეორე არა, უფრო მეტად შეგტკივა გული როგორც მშობელს.
ჩემი აზრით. იმ შვილის მიმართ, რომელსაც ვერ მიაღწია წარმატებას, ვიდრე იმის მიმართ, რომელმაც მიაღწია. ტკივილი ქმნის იმ ურთიერთობას, რომელიც რაზეც დგას ეს მშობლობა იმ კონკრეტულ შვილთან. ასევე ნახეთ რიგითობას რო დავუბრუნდეთ. კულტურალური საკითხი არის ძალიან საინტერესო. თუ პირველი და ბოლო შვილი არის ერთი და იგივე სქესის, შუა ბავშვი ნაკლებად იჩაგრება, იმიტომ რომ განსხვავებული სქესის არის. ხვდებით, მაგალითად, თუ პირველი და ბოლო არის გოგო და გოგო, შუაში თუ ბიჭია, ბიჭი კულტურალურად, თემატურად, ვიცით რომ აი იმ დაჩაგვის ეფექტით არ იმუშავებს, როგორც შეიძლება რომ სხვა შემთხვევაში ყოფილიყო, ხო? ასევე ისევ და ისევ დაუძენ, არ მინდა რომ გავუხედქო ვინმეს გული. თუ მშობლის გაცნობიერება არის კარგი, ის მუშაობს იმაზე, რომ იყოს ჩართული, რომ აცნობიერებდეს თავის პატერნებს, თავის დაცვის მექანიზმებს, რომელიც ბავშვობაში აქვს, ეს ეფექტები ეგრე უხეშად არ მუშაობს, ხო? მაგრამ თუ ამ მშობელი ვერ აცნობიერებს ამას, შეიძლება გაჭრილად გითხრათ რომელიმე მშობელმა, რომ ეს რომელიმე შვილი უფრო მეტად უყვარს, რომელიც რა თქმა უნდა მოსასმენადაც ძალიან რთული არათუ იმ ბავშვებისთვის. ნახეთ, ბავშვებს შორის ბუნებრივად არის სიბლინგებს შორის კონკურენცია. ისინი პირველი და მთავარი რაღაც ისთვისაც ერთმანეთს ეჯიბრებიან არის მშობლის სიყვარული. და სხვადასხვა გზით აღწევენ ამას, ხო? არის ჯანსაღი და არაჯანსაღი გზები, მაგრამ მათ ძალიან სჭირდებათ ეს დასტური და პირველად მშობლისგან. და შემდეგ უკვე სამყაროსგან. და როგორ დასტურს აძლევს მშობელი ბავშვს, ამ საგზური, აი ამ ჩანთით დადის მერე მთელი ცხოვრება ეს ბავშვი, დასულ ცხოვრებაშიც კი წარმოიდგინეთ და ამიტომ მშობლის გაცნობიერებულობას აქვს გადამწყვეტად დიდი მნიშვნელობა. არა მხოლოდ მზაობას, რამდენად ვარ მზა მშობლობისთვის, არა მხოლოდ იმ შფოთვას, რომ ვიყო კარგი და ბოლომდე დავიხარჯო, არამედ რამდენად შემიძლია ჩემი თავი როგორც მშობელი დავინახო ამ ურთიერთობაში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ეს მტკივნეული პროცესია მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად შეიძლება მე როგორც მშობელმა აღმოაჩინო რაღაც ისეთი, რისთვისაც მზად არ ვიყავი სამწუხაროდ, აი ამ კონკრეტულ ურთიერთობაში. რაც შეიძლება იყოს თქვათ გადმონაშთი ჩემი ბავშვობის ურთიერთობიდან ჩემ მშობელთან და ჩემი მშობლის ურთიერთობიდან თავის მშობელთან. იმიტომ რომ ეპიგენეტიკა ამბობს არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ესე რომ ხედავთ ერთმანეთს ჩვენ შორის არის კავშირი. აი მე მგონი თქვენ ეთერშიც მithქვამს, რომ აი ბებია რომ ომში მონაწილეობდა, ამან შეიძლება დღეს შვილიშვილის კვებრი აშლობები გამოიწვიოს, იმიტომ რომ ეს არის პატერნები, ეს არის დაცვის მექანიზმები, რომლებიც რჩება ამ სისტემაში, რომელიც ესე ხელშესახები არ არის, ხო? ხელშესახები არის კი, რომ მე ახლა ბავშვი მიმყავს ცეკვაზე. ძალიან ნათელია და გასაგებია, მაგრამ იმის ქვემოთ ბევრი ფენა არის, რომელიც არ არის ისეთი დასანახი და შესამჩნევი. როგორიც ეს ვთქვათ უნებრივად საქმე წასვლა და მოსაგებია. ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი თემა. აი, გაცნობიერებაზე საუბრობთ ბარბარე, ბევრს ვთქვათ მშობლის მხრიდან გაცნობიერებაზე. თუ აისახება ეს გაცნობიერება აღზრდის სტილზე, გითხარით ეს და პირველსა და მომდევნო შვილებს შორის განსხვავება რა არის აღზრდილ სტილთან მიმართებაში? გაცნობიერება ეს ვთქვათ. დიახ, გაცნობიერების ესე ვთქვათ ხარისხი პირდაპირ პროპორციულად კავშირია ყველაფერთან. არა მხოლოდ მშობლობასთან, არა მხოლოდ რიგითობასთან, არა მხოლოდ რაღაცა ჩვენს პიროვნულ ზრდასთან თუ ასე შემდეგ. პირდაპირ პროპორციულად. ნახეთ, მე ერთი შვილი ვარ, მაგრამ პირობითად მე თუ მაქვს რაღაც ჩემი შაბლონი მესამე შვილობის, ან პირველ შვილობის, ხო? გაცნობიერების გარეშე მე ამ შაბლონით დავდივარ და მშობლობაც ამ შაბლონს მორგებული მექნება. მაგრამ თუ მე ვაცნობიერებ, იმიტომ რომ მე პირველი შვილი ვარ და პერფექციონისტი ვარ, ძალიან ბევრი შფოთვა მაქვს, პასუხისმგებლობა მაქვს ძალიან მაღალი, ამიტომ მე ძალიან ბევრი არ უნდა მოვითხოვოთ ჩემი შვილებისგან, იმიტომ რომ ეს ჩემი ეფექტია, ჩემი დაუსრულებელი გეშტალტია ჩემ მშობლებთან, ხო? თუ ამას მე ვაცნობიერებ, მაშინ გაცილებით უფრო თანმიმდევრული, რბილი, მომთმენი და ემპათიური ვარ ჩემი შვილების მიმართ. იმიტომ რომ ნახეთ, ბავშვებს ხო განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ. ანუ კოგნიტური, ემოციური ინტელექტი, IQ, ასე შემდეგ რა და ჩვენ თუ ამას ვარგებთ მხოლოდ ჩემ შაბლონს, როგორც შვილს, რომ ჩემგან ძალიან ბევრს ითხოვდნენ და მე ყველაფერი რაღაცა 9-მთა გადავდგი. ბავშვებს შორის აი ეს რესურსი სხვადასხვა არის და შესაბამისად არ შეიძლება რომ იმისგან მithხოვდე იგივეს, რასაც ვაკეთებდი მე. აი მე ძალიან მიყვარს ხოლმე ესეთი ძალიან საინტერესო სავარჯიშოა, როცა მშობლები და ბავშვები მოდიან, ვახატინებ ხოლმე სახლს დახუჭული თვალებით. ერთი კარნახობს და მეორე ხატავს. აი წარმოგიდგენიათ, მშობელი კარნახობს ბავშვს, რომელსაც თვალი აქვს დახუჭული. მშობელმა შეიძლება დაახატინოს, უკარნახოს, რომ დახატე ძაღლი, დახატე, რა ვიცი, თარო, სახლიდან კვამლი, ანუ რეალურად იმდენად ბევრი სახლი დახატულა ჩემს კაბინეტში. შემიძლია გითხრათ, რომ დახუჭული თვალები ძალიან რთულია უბრალოდ სახლის დახატვაც.
მე ხო ვიცი. და არა თუ თარო, არა თუ ძაღლი, არა თუ ყვავილი ეზოში. ნახეთ, სად მივდივართ, რომ მშობელი საერთოდ ვერ აცნობიერებს ბავშვის შესაძლებლობებს იმ მომენტში. ეს ხო დახჭულ თვალების შესახებ არ არის, ეს არის რეალურად ცხოვრებაში მე როგორ ხედავ ამ ბავშვს. და თუ მას აქვს რაღაც კონკრეტული შესაძლებლობები, რეალურად მე მას ვერ ვხედავ საერთოდ. რაღაცით რაღაც უკვე გამზადებული შაბლონით მივდივარ მასთან. ემპათიურობის თემა ძალიან მნიშვნელოვანია და მოდით ერთი კონკრეტული ესეთი რეკომენდაციებიც მიეცით. მაგალითად ძალიან ხშირად არის, როდესაც ოჯახში ორი შვილია და მათ შორის აიქრობა, ჩხუბი და აი ეს დაშოშმინების მომენტი და ალბათ არ ვიცი მე ამიტომ თქვენთან ვკითხულობ, აი დაუთმე ის პატარაა. ხო არის აი ესეთი მიდგომები. არა, მან ყველაზე ხავარი რაღაცა უნდა ვთქვათ, ვიციო, ძალიან ძნელი მოსასმენია, მაგრამ ჩვენ ხო ევოლუციიდან მოვდივართ თუ ამას ვაღიარებთ. ბუდეში ზოგჯერ მშობელს უჭებს არჩევანის გაკეთება და ზოგჯერ ბუდიდან გადაგდებაც უწევს. ადამიანსაც უწევს ამ არჩევანის გაკეთება. კი ბატონო, მივდივართ. კი, აი ხო, რეკომენდაციები მოგვეცით, რამდენად სწორია პატარა დაუთმე და თუნდაც აი ესეთი დამოკიდებულება, რომ რაღაცა რომელიღაცას ეპატიება და რომელიღაცას არა. ხო, შენ დიდი ხარ ის პატარა, აი სწორია ეს მიდგომა თუ არა. ჩემი აზრით ორი სხვადასხვა კითხვა, დავიწყებ ამ კითხვით, ხო? ტოტალურად არასწორია, რომ დაუთმოს იმიტომ, რომ პატარაა. ჩვენ შეგვიძლია ყველას ვთხოვოთ დათმობა იმის ფარგლებში, რომ შეგვეძლოს ხუსი გათვალისწინება, მაგრამ ეს თუ არის გამზადებული შაბლონი, რომელშიც უფროსი ყოველთვის უთმობს პატარას, ეს არც პატარასთვის ვარგა და არც უფროსისთვის ვარგა. იმიტომ რომ უფროსი თათაგანმავლობაში მისი წინააღმდეგობის და მიუხედავად მშობლის როლში გადადის ამ ბავშვისთვის და ეს არ არის ჯანსაღი მდგომარეობა. მაგრამ გამოსავალი რა არის ამ დროს? აი როგორ უნდა აი ამ გავანეიტროთ როლიდან როგორ უნდა იმისთვისაც უდი ამის აი რა უნდა ვქნათ ესე? ეხლა ჩვენ დავირჩიოთ მაშინ, ჩვენ ვიყოთ უსუსურ მდგომარეობაში, თუ ჩვენთვის შევიქნათ კომფორტი. თუ ჩვენთვის გვინდა კომფორტი რომ შევიქნათ, 5 წუთში აი ორმა იჩხობა და ეხლა მოდით თქვენ ხართ დედა და დააშოშოთ. ზოგადად რო განეიტრალდეს, ზოგადად. როგორ გავანეიტრალოთ ბავშვი ამ მე შემთხვევაში? დედა ვარ სამი შვილის და ვიცი ხო, აი ორი რო საჭმოს როგორ აშოშოთ. თან გამოცდილიც ხართ პროფესიონალიზმთან ერთად, გამოცდილება გაქვთ პრაქტიკული კი ბატონო, ბავშვებს სჭირდებათ გამოცდილება ერთმანეთთან როგორ მოილაპარაკონ. აი ჩვენ ხომ ყოველთვის არ ვიქნებით მათ ცხოვრებაში. რეალურად ისინი უფრო დიდხანს იქნებიან ერთმანეთის ცხოვრებაში, ვიდრე ჩვენ მშობლები, ეს ბუნებრივად. ამიტომ თუ ჩვენ მიქენით ის მოსამართლე, რომელიც ამათ აშოშმინებთ, უნარს ვართმევთ მათ მოლაპარაკების. ასე რომ შეგვიძლია ჩავერიოთ უბრალოდ იმ კონტექსტში, რომ მე აქ ვარ და გისმენთ, მაგრამ იმათმა ერთმანეთთან მოლაპარაკება უნდა ისწავლონ. გასარევი პასუხი მოლაპარაკება უნდა ისწავლონ. ეს არის მნიშვნელოვანი. მე თვითონ ბევრი კითხვა მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რას მეკითხებით მე, ხო? ანუ თვითონ თეორია იმის შესახებ, რომ აი რაღაცა ჩიტუნას, ბევრი ბარტყი ყავს და ყველას პირი ღია აქვს და ყველა უნდა დააკმაყოფილოს როგორღაც და კონკურენცია ბარტყებს შორის არის და ისიც არის, რომ შეიძლება ეს ვთქვათ ამ დედა ჩიტმა ბოლომდე ვერ გააცნობიეროს ყველა შვილის მნიშვნელოვნება. შეიძლება რომ აი რაღაცა ხო არის, რომ ცხოველი ბადებს შვილს, მაგრამ ვერ აცნობიერებს კავშირს მშობლსა და შვილს შორის. ეს იცი რამხელა თემაა, ისევ და ისევ ჩემთვის ყველაზე საყვარელი თემაა. ძიმე თემაა თან. ძიმე თემა, იმიტომ ძალიან ბევრი მშობელია, რომელიც არათუ პირობოთ შეუძლია რომ უყვარდეს შვილი, ვერ იღებს, ვერანაირად ვერ იღებს შვილს თავის ცხოვრებაში. ეს რა თქმა უნდა მის ტრავმულ გამოცდილებებზე და მის რაღაც მძიმე кейსზე დგას ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია ჩვენ მუშაობთ ისევ და ისევ სისტემასთან. მე მაგალითად მუშაობ ყველა ასაკის ადამიანთან, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო არის ამ სისტემებთან მუშაობა. როცა ძალიან ხშირად მე თვითონ გრძნობ თავს უსუსურად, იმიტომ რომ იმდენად დიდია და მასშტაბურია ეს სისტემა, რომ თითქმის არაფრის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ შანსი ყოველთვის არის რაღაც. ამ ადამიანებს თუ მეტი გაცნობიერება ექნებათ საკუთარ თავთან მიმართებით და საკუთარ თავს უფრო კარგად იცნობენ ხოლმე, მაგ შემთხვევაში შანსი აქვს ყველაფერს. ხო, ნუ ბიბლიაშიც ეს აბელი კანი. კი ბატონო, კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ, სად მივდივართ, ისევ და ისევ მივდივართ. იმასთან თუ რა მზაობა აქვს მშობლას, იმასთან თუ რა გარემოს ქმნის მშობელი ამასთან. თუ მას რაღაცა ძიმე კონკურენტული გამოცდილება აქვს თავის, ესე ვთქვათ, სიბლინგებთან, მშობელს, ის ვერ შექმნის უსაფრთხო გარემოს თავის შვილებისთვის, თუ ეს არ დაამუშავა და თუ ეს არ ჩახურა და რაღაც ახლით არ მოვიდა ამ სისტემაში, როგორც წესი ეს რთულია, ძალიან რთულია. გასაგებია, ძალიან საინტერესო თემაა, ძალიან ბევრი შეკითხვა. ერთს აი მოკლედ გითხავთ, პირველი შვილის სინდრომი გრძელდება დიდობაშიც, აი რო სულ ყველა შვილის სინდრომი გრძელდება სულ, ყველა არა აქვს მნიშვნელობა, იზრდება ადამიანი თუ
ამაზე არა, მაინც მუშაობის არის ეს. ფორმით არ მივდივართ ამ მუშაობის, ესე ვთქვათ, ამით არ მივდივართ ჩვენ სამუშაო პროცესში რა. თუ არ მივდივართ იმასთან, რომ ის რომ ვარ პირველი შვილი, ჩემი არჩევანი არ არის. ამ ადამიანების არჩევანი იყო და მოცემულობა შეიქმნა ეს. გასაგებია. ანუ გრძელდება პირველი შვილის სინდრომი, ესე იგი, სამდე სანამ არ ჩვენ ვაცნობიერებთ შემთხვევაში, მე და შენ რამე შემთხვევაში, გიორგი, ასე რომ გასაგებია, დიდი მადლობა ბარბარე. ალბათ ბევრი შეკითხვა დაგვრჩა, ბევრი სასაუბრო, მადლობა რომ კი, განხილვად და მაგალითად ამ სამი შვილიდან რამდენი გოგო არ რამდენი ბიჭია, ამასაც ხო აქვს მნიშვნელობა. კი, ალბათ აქვს. სქესობრივ კი რა თქმა უნდა დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად